გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. რაც ამბობს ფრანგული მედია ხუჩას მორიგ დამაჯერებელ შეხვედრაზე და ახალი უცნობი დეტალები ხუჩას ტრანსფერიდან. რატომ გააკრიტიკეს მამარდაშვილი ლივერპულში და რაც ამბობს მასზე ესპანელი აგენტი. სიახლეების დაწყებამდე კი მოტივაციისთვის თხოვნა რომ ავიდეთ 2000 მოწონებაზე. ასევე ჩვენი მიზანია რომ 100,000 გამომწერს მივაღწიოთ. ამიტომ თუ ახალი ხარ გამოიწერი არხი და შემოუერთდი ჩვენ საფეხბურთო ოჯახს. ახალი ცნობა ჩაკვეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ბოტფორდის თავკაცმა ხავი გრასიამ მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ჩაკვეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. გიორგი სამედიცინო შტაბთან ერთად მუშაობს. ის რეაბილიტაციის პროცესს აგრძელებს და ჩვენ მოუთმენლად ველოდებით მის დაბრუნებას. ჩაკვეტაძე დიდ სამუშაოს ასრულებს. ის ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მისი რეაბილიტაცია კარგი სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ მიმდინარეობს, თუმცა ჩვენ კიდევ უნდა დაველოდოთ, განაცხადა გუნდის თავკაცმა. მე კი შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძემ ბოლოს გასულ სეზონში 5 აპრილს ბრისტოლის წინააღმდეგ ითამაშა. ამის შემდეგ ის ტრაუმის გამო მოედანზე აღარ გვინახავს. როგორც მოგეხსენებათ, ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგის ფაზის მესამე ტურის შეხვედრაში აინტრახტის სტუმრად 5-1 გაანადგურა და ტურნირზე მეორე გამარჯვება გაიფორმა. აღსანიშნავია, რომ მამარდაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მას ბევრი საქმე არ ჰქონია. მამარდამ ერთი კარგი დარტყმული მოიგერია. გოლის მომენტში კი მისი დანაშაულება რთულია, რადგან დარტყმა პრაქტიკულად იდეალური იყო. სოფასკორმა კი გიორგი შეფასებად 6.5 ქულა დაუწერა. თუმცა დიდი განხილვის საგანი მამარდაშვილის მანჩესტერ იუნაიტედთან გამართული შეხვედრა გახლავთ. ლივერპულის მანჩესტერ იუნაიტედთან მარცხის შემდეგ ბრიტანული ნაწილი ორად გაიყო. ზოგი თვლის, რომ მამარდაშვილს სუდი მატჩი ჰქონდა. ზოგის აზრით კი პირიქით, ქართველ მეკარეს ბრალი არც ერთ გოლში მიუძღვის. ამის შესახებ კი დეტალურად ისაუბრა ყოფილმა ინგლისელმა მეკარემ, ბენ ფოსტერმა, რომელსაც არაერთ კლუბთან ერთად მანჩესტერ იუნაიტედშიც აქვს ნათამაშები. ის კი მამარდაშვილს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ორივე გოლის მომენტში შეცდომა დაუშვა. პირველ გოლზე ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი. ის იმ სივრცეში მოხვდა, სადაც მოქმედებისთვის ადგილი აღარ ჰქონდა. მან დახურა ეს სივრცე და რეაქციისთვის საჭირო დრო შეზღუდა. შესაბამისად, უბრალოდ იმის იმედად იყო, რომ ბურთი მოხვდებოდა. უბრალოდ თავის ადგილზე რომ დარჩენილიყო, ამ ბურთზე რეაგირებას მოახდენდა. ხოლო როცა ხშირად არ თამაშობს, გავსი რაღაცების კეთებას იწყებ ხოლმე. რაც შეეხება მეორე გოლს, ფიქრობ განსხვავება ისაა, რომ ალისონი მყარად დგას ხოლმე თავის პოზიციაზე. მან ზუსტად იცის, სადაც დგას ხოლმე. ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს, როცა ბურთს საჯარიმოში აწვდიან. მეკარე, რომელიც ფორმაში იმყოფება, ასეთ მომენტებში უბრალოდ გამოდის და იგერიებს ბურთს. განაცხადა ბენ ფოსტერმა. მე კი დავძენი იმასაც, რომ ანტონიო ლოპესი, რომელიც ესპანელი აგენტია და ქართველ ფეხბურთელებს ესპანურ კლუბებში გადასვლაში დაეხმარა, ჩვენს თანამემამულეებთან დაკავშირებით ესპანურ გამოცემა იდეას ესაუბრა. სადაც განაცხადა, რომ ქართულ ბაზარზე კიდევ რამდენიმე ფეხბურთელია, რომლებიც შესაძლოა უახლოეს პერიოდში ესპანურ ლიგებში ვიხილოთ. 2020 წელს, როდესაც გიორგი ლოკომოტივში ირიცხებოდა, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გრანადა შეხვდა. ეს თამაში მის კარიერაში გარდამტეხი მომენტი იყო. მას 6 თვის განმავლობაში ვაკვირდებოდი და თვეში სულ რაღაც 800 ევროს გამოიმუშავებდა. ამ თამაშამდე ის რამდენიმე კლუბ შევთავაზე, მაგრამ არც გრანადას და არც რომელიმე სხვა კლუბს არ დაურეკავს. სპორტულ დირექტორებს როგორც წესი არ ჰქონდათ ნდობა ქართველების მიმართ და ყოველთვის ბრაზილიელებს ან არგენტინელებს ანიჭებდნენ უპირატესობას. თუმცა საქართველოში ძალიან კარგი მოთამაშეები არიან და მათი ფეხბურთი აღმავლობის გზაზეა, რასაც ბოლო ევროპის ჩემპიონატზე მათი პლეი-ოფში გასვლას ადასტურებს. სანამ კვარაცხელია დიდ ფეხბურთში გამოჩნდებოდა, ესპანეთში ბევრმა ძლიერმა კლუბმა იმ პერიოდში მისი დამატება არ ისურვა, რასაც ხშირად არ ვახსენებ, რადგან ჩემზე ძალიან გაბრაზდებიან. ქართველები კი ძალიან კარგი სპორტსმენები არიან, ფიზიკურად ძლიერები და გამარჯვებულის მენტალიტეტის მატარებლები, ისეთი როგორიც თუნდაც ილია თოფურია. მათი ფეხბურთელები ხშირად ურჩევიან ქვეყანაში ტაქტიკის ნაკლებობას, მაგრამ ისინი ტექნიკურები, აგრესიულები და შრომის მოყვარეები არიან. ისინი კი ძალიან არიან მოწყურებულნი წარმატებას, განაცხადა ანტონი ლოპესმა. როგორც მოგეხსენებათ, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფაზაში PSG ლევერკუზენს დაუპირისპირდა და მეტოქე 7-2 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში კარგი მატჩი გამოუვიდა კვარაცხელიას, რომელმაც ერთი გოლის გატანა შეძლო და ასევე ერთი საგოლე გადაცემაც გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის ფაზაში კვარაცხელიას აქტივში 2 მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე პასია. ხვიჩამ პირველ ტურში ატალანტას გაუტანა, ბარსასთან კი მას ტრაუმის გამო არ უთამაშია. ლევერკუზენთან შეხვედრის შემდეგ კი ქართველმა ფეხბურთელმა სოფასკორისგან შეფასებად 8 ქულა დაიმსახურა. შეხვედრის შემდეგ კი ხვიჩას თამაში არაერთმა ფრანგულმა გამოცემამ შეაფასა. მაგალითად, ფუტმერკატო ხვიჩაზე შემდეგ კომენტარს აკეთებს. მატჩის საწყის წუთებში, როდესაც მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა, ნაკლებად შესამჩნევი იყო და ვერ ქმნიდა განსხვავებას. აშრაფ ჰაკიმისთან შესათამაშებლად დრო დასჭირდა. ერთხელ კი მან არაზუსტად დაარტყა, თუმცა გაცილებით უკეთესი იყო მარცხენა ფლანგზე გადასვლის შემდეგ. სწორედ იქიდან შექმნა გოლი და საგოლე გადაცემა. პირველი ტაიმის ბოლოს კი დაცვაში მნიშვნელოვანი დაბრუნებაც ჰქონდა. ასევე ხვიჩას თამაში მაქსი ფუტმას შეაფასა. რამდენიმე მძიმე მატჩის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა თავისი ბრწყინვალება
დაიბრუნა. ხვიჩა ძლიერი და შთაგონებულია. ნაპოლის ექს მოთამაშემ დუე საგოლე პასი გაუკეთა, შემდეგ კი თავად გაიტანა. მისმა ტექნიკურმა ოსტატობამ კი გერმანელთა დასვის ხაზი ფაქტობრივად გაანადგურა. წერია გამოცემაში. აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ ცოტა ხნის წინ ხვიჩას ტრანსფერთან დაკავშირებით მორიგიცხელი ინფორმაცია გავრცელდა. ყველაფერი კი ნაპოლისა და PSG-ს საქმეს ეხება. კერძოდ ნაპოლის მხარდაჭერი რადიო CRC-ის ცნობილმა ჟურნალისტმა უმბერტო კიარელომ, რომელიც კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან და მის ოჯახთან დაახლოებულ პირად ითვლება, კვარაცხელიას PSG-ში ტრანსფერის შესახებ ახალი ინფორმაცია გავრცელა. კვარა მაგიდის ქვეშიდან მოკპარეს 75 მილიონ ევროდ გაგვაყიდინეს. დიახ, ვიმეორებ, მაგიდის ქვეშიდან. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. იურისტის ჩვენებები ჩაწერილი მაქვს, რომელიც კონტრაქტს ადგენდა. მათი თქმით, ამ დოკუმენტს 4 თვე ამზადებდნენ და მაგიდის ქვეშ ჰქონდათ შენახული. ნაპოლიმ კი ამის შესახებ არაფერი არ იცოდა. უთხრეს, რომ კიდევ შეხვდებოდნენ და არ უნდა ენერვიულად. ცნობილი აგენტი მამუკა ჯუღელი იანვრისთვის ტრანსფერის განსახორციელებლად მუშაობდა და შემდგომში გააფორმა კიდეც. მან საკომისიო სახით სახლში 10 მილიონი წაიღო და ბიჭი პარიზში წავიდა, სადაც მისი ხელფასი 10 მილიონი იქნებოდა და სადაც ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშებდა. განაცხადა უმბერტო კიარელო. როგორც ჩანს, ნაპოლი ხვიჩას და მის გარემოცვას არ ეშვება და დასანანია, რომ ნაპოლისთან დაახლოებული ჟურნალისტები ხვიჩასა და მისი აგენტის უდაც წარმოჩენას ცდილობენ. თუმცა PSG-ში ტრანსფერმა კარგად დაგვანახა, რომ ეს ხვიჩასთვის იდეალური ნაბიჯი იყო, რადგან თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით კვარა მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თამაშობს. ვაფრთხილებთ და არ ესმის, რატომ ბრაზობენ კლუბში ვინისიუსზე. ცნობილი გახდა მსოფლიოს ტოპ 10 საუკეთესო საფეხბურთო აკადემია. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანია, რომ ავიდეთ 2000 მოწონებაზე. რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. სპორტულმა კვლევების საერთაშორისო ცენტრმა CIES-მა 100 საუკეთესო საკლუბო აკადემიის რეიტინგი გამოაქვეყნა. კვლევამ მოიცვა მსოფლიოს 49 ლიგა. კლუბები კი დაალაგდნენ სპეციალური ინდექსის მიხედვით, რომელიც აფასებს ფეხბურთელთა მომზადების ხარისხს. ინდექსი კი ითვალისწინებს 3 ძირითად ფაქტორს: რამდენი ფეხბურთელი აღიზარდა კლუბში, რა დონის გუნდებში თამაშობდნენ ისინი გასულ წელს და რამდენი წუთი ჰქონდათ ჩატარებული მატჩებში. მსოფლიოს საკლუბო აკადემიების რეიტინგს კი ისევე როგორც ერთი წლის წინ ბენფიკა ლიდერობს. პორტუგალიელთა 93 მაღზრდილმა მოთამაშემ 49 ლიგაში ითამაშა. დეტალური სტატისტიკა კი მსგავსად გამოიყურება. კომენტარებში კი დაწერეთ, თუ რომელ ადგილზეა თქვენი საყვარელი კლუბი. ღეტაფე რეალის შეხვედრაში არბიტრმა მასპინძლების 2 ფეხბურთელი 7 წუთიან მონაკვეთში გააცევა. განსაკუთრებით დიდი აჟიოტაჟი კი პირველ წითელ ბარათს მოყვა, რომელიც შეცვლაზე შესვლიდან 1 წუთში ალანიორმა მიიღო. კონფლიქტი კი ღეტაფეს მთავარ მწვრთნელსა და ვინისიუს შორის მოხდა, რადგან ამ უკანასკნელმა ხოსე ბორდალას ირონიულად უთხრა, რომ მან იომის სახით ოქროს ცვლილება განახორციელა, რამაც ეს უკანასკნელი წყობიდან გამოიყვანა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კი კომენტარი რეალის საპატიო პრეზიდენტმა ხორხე ვალდანომ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ როგორც მან ასევე ფლორენტინო პერესმა არაერთხელ გააფრთხილა ვინისიუსი, რომ მსგავსი ქმედებებისგან თავი შეეკავებინა. თუმცა ჯერჯერობით ამ ყველაფერს სათანადო შედეგები არ მოაქვს. არგენტინელმა აღნიშნა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელის აქციელი, როგორც მისთვის, ასევე კლუბის იმიჯისთვის დამაზიანებელია. ამიტომ ვინისიუსმა ეს მიდგომა უნდა გამოასწოროს. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი თხოვნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერე არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.